კახეთი, სოფელი უდაბნო. სოფელს უდაბნო სწორედ თავისი მდებარეობის გამო ეწოდა. ყველაფერს მოწყვეტილ ადგილას ფიქრიამ და მის მიერ შექმნილმა ქალების საინიციატივო ჯგუფმა საბავშვო სკვერის მოწყობა გადაწყვიტეს. მთელი წლები რაც მე მახსოვს, გავიძახეთ წყალი და ეს წყალი ყოველთვის დარჩა პრობლემად. აქედან გამომდინარე სხვა ყველაფერს ეკეთეს ვიყავით მოკლებული. იყო მოსახლეობიდან რა საბავშვო სკვერი, მაინც წყალი. მოწყვეტილი ვართ რაიონს, ძალიან შორს ვართ ქალაქთან და ბევრი ბავშვი არის ისე, რომ ჩვენ თვითონ პროექტშიც გვიწერია ეს, რომ აი ბავშვი, რომელიც ტელევიზორში ხედავს საქანელას და დედას ეკითხება და ეუბნება ნატრობს, რომ დედა როდის წამიყვან, თუნდაც ვთქვათ მთაწმინდაზე იქ და აი ვიფიქრეთ, რომ მომავალ თაობას ცოტა გაულამაზო ცხოვრება. აქაური ბავშვები, რომლებსაც არანაირი გართობის საშუალება აქამდე არ ჰქონიათ, სულ მალე საკუთარ ლამაზ სკვერში ითამაშებენ. გარდა საბავშვო სკვერისა, უდაბნოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი სოფელს სხვა პრობლემების მოგვარებაშიც ეხმარება. რაიონის ბიუჯეტში შევიტანეთ ჩვენი მოთხოვნით და დაფინანსდა ტრანსპორტი. როდესაც გრაფიკით დადიოდა, კვირაში 3 დღე, ეხლა უკვე თითქმის ყოველ დღე დადის. თან უფასო ტრანსპორტი უნდა გითხრათ, საერთოდ საქართველოში რო არსად არ არის. ქალი მაინც სხვა კუთხით თუ დგება, ქალი როცა კიდებს საქმეს, ხელს ის კიდებს გულიანად. ის არ ფიქრობს იმაზე, რომ მე რაღაცა დამრჩეს. ისე ვამბობ ჩემი თვა. ის ფიქრობს იმაზე, რომ თავისი საქმე გაიტანოს ბოლომდე, რომ შედეგი მოყვეს ამას, რომ მომავლისთვის რაღაცა გაკეთეს, აი ასეთი მიმართულებით. ოჯახი მეუღლე ძალიან ისე ალბათ მეუღლეს გორჩი დგომა რო არ იყოს, მე ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებ. ტოლები ვართ, კლასელები ვართ, ბავშვებიდან ერთად მოვდივართ და ძალიან ისე ურთიერთშეთანხმებულად ვეწევით ცხოვრებას დღემდე. გაეროს ერთობლივი პროგრამა. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში.